მეგობრებო, ვნახოთ, როგორ ამართლებენ უცხოტომელების საქართველოში ჩასახლების ამ დამნაშაულებრივ სქემის ავტორები საკუთარ დანაშაულებრივ ისტორიულ დანაშაულებრივ გეგმას. ესენი მე უცნებას აპრა. უცნებას კი არ ვაპრევ. თქვენ იმას უსაფრთხოებაზე ვზრუნავ, იმაზე მაყურებელს კი არ ვეხები. მათ შორის, ვინც აი ამ უპასუხისმგებლობით გამოირჩევა და ქვეყანაში ცდილობს ეს რა ქვია, შემოიტანოს ეს უბედურება. რა უბედურება უნდა შემოიტანოს ქვეყანაში, აბა მოусმინოთ, რა უბედურებაზე საუბრობს. ხელისუფლებას გარდა აქ რა ძალა არის, რომ რაღაცა და პროცესი დააკავო. აი, კითხვას ვსვავ, აი ეს ჯგუფები არიან, რომლებიც ესენი არიან, ახლა ამათ ესენები უშვა ახლა დაუშვათ ერთად წარმოვიდგინოთ ერთი სცენა. რა ვინც ყავს რა სახეზე რა, ახლა ესენი რომ დაუშვათ პირდაპირ ჩააბარო, არაფერი პირდაპირ. ანუ რა უნდა ჩააბარო? ხელისუფლება ჩააბარო, ხო ამას საუბრობს, რა თქმა უნდა. საქმე რაშია, მეგობრებო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავინ არ აპირებს ხელისუფლების დამხობას, არავინ არ აპირებს ხელისუფლების ძალის შეცვლას. ჩვენ ყოველ შემთხვევაში. მაგრამ ხო უნდა დაგვაბრალონ რაღაც. თავის ხაზარაძიან, სალომეიან, გახარიან, რა ვიცი მე, ვინც არიან, რა ქვია, ყველა ესენი ერთად იმიან, კონსერვატორებიან. მიაქციეთ ყურადღება, მეგობრებო, ჯერ ლიბერალური პარტიები დაიწყო და კონსერვატორები ბოლოში ახსენეს. არა და ყველამ ვიცის, რომ ეს თემა უცხოელების ჩასახლების თემას მხოლოდ კონსერვატორები აპროტესტებენ და ლიბერალური ძალები აქ კუმფეხი გამოყოს პრინციპით არიან, ვიღაცები მერი არის აყოლილები ამ საქმეს. მაგრამ ესენი კი მაინც მიმძალებით იწყებენ. ძალიან მარტივია ამის გაშიფრვა. ქართულ ოცნებას როგორც ფრინველს ჰაერი და თევზს წყალი ზუსტად ასე სჭირდება ლიბერალური გეი პარტიები, რომელმაც გეი მემორანდუმზე ფიცი აქვს დადებული, ეს პარტიები ოპოზიციურ ძალად. ეგრე ჭირდება როგორც ფრინველს ჰაერი და თევზს წყალი. ხოლო ახალი ძალა, ჯანსაღი ეროვნული პატრიოტული ძალა თუ გამოჩნდება, ეგრევე უნდა მიაკეროს იმ ძალებს. რატომ? იმიტომ რომ ეს გეი ძალები, გეი მემორანდუმზე ხელმოწერილი ძალები ყავს უკვე გამარგინალებული, როცა უნდა დაიჭერს, როცა უნდა გამოუშვებს, როცა უნდა საავადმყოფოში დააწვენს პატიმარს, როცა უნდა საავადმყოფოდან გადაიყვანს ციხეზე. თავარია რომ ამით ყურადღება მიიქციოს და შეიყოლიოს და სანახაობა აჩვენოს ხალხს. აი ამისთვის სჭირდება, მაგრამ თუ კი გამოჩნდება ეროვნული კონსერვატული ძალა ახალი დაფიქსირდება, ეს კი კატასტროფაა ხელისუფლებისთვის, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ მისი გამправებლები, რომ კონსერვატორები მიაწერონ ლიბერალურ ძალებს და უბრალოდ მიაწერონ კი არა, ბოლოში ახსენონ, ბოლოში. ჯერ გავიხსენოთ, უკვე ბოლო დღეებია, ალტიფო, როგორ ზიზღით სრიდნენ ამ სიტყვას პირიდან, გამправებლები. მაშინ, როდესაც ალტიფო ტელევიზია და რომელიც უკვე აღარ არის ეს ალტიფო ტელევიზია, უკვე აღარ არსებობს ეროვნული ტელევიზია. პარტია არსებობს, რომელიღაც საკრებულოში შევიდა წარმომადგენლები ყავს, კონსერვატორები საქართველოსთვის. არ ახსენებთ, ამან უკვე დაიწყო ხსენება. კონსერვატორების გარკვეული პროგრესი არის. მოусმინოთ აბა კიდე რა სიტყვის. იმია ყველა ერთად რო შეკრიბო. ჯერ ხო ძალიან შეთანხმდებიან უყვარს. ერთად შეკრებილები და ერთმანეთთან შეთანხმებულები ხარ თქვენ. ლიბერალური ძალები, იმიტომ რომ ქართული ოცნება წლების განმავლობაში ისიც ლიბერალური იყო, ააშენა აქ გეი ევროპული, ეგრეთ წოდებული გეი დასავლური ქვეყანა ააშენა აქ და აღარ ჩამოთვლია იმ კანონებს, ანტიდისკრიმინაციული კანონები და დაწყებული კანონების მიიღო და ასე შემდგომ. და ამ პარტიებთან, რომელთა თვითონ რო ებრძვიან, როგორ არიან თვითონ ჩახუტუნებულები. გაიხსენეთ, აი 2012 წელს ვინც ქართულ ოცნებაში იყავით და ნაცების წინააღმდეგ მოქმედებდით, ვინც ხართ დარჩენილები, თუ ხართ საერთოდ დარჩენილები ქართულ ოცნებაში ესეთი ხალხი, მოიხედეთ. აბა ვინ არის კიდე ძველი, გარდა სავსეა მერია, საკრებულოები, გამგეობები და მთელი სტრუქტურები, მაშინდელი ნაცები, სავსეა. გავაგზავნოთ აბა.
ხო უყვართ ერთმანეთი ხო მეთანხმები და მე რაები დაიწყება თქვენ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ხო წარმოვიდგენ ხოლმე რომ გამოვლილი მაქვს ეს მთელი ეს უბედურება რაც საქართველოში ხდებოდა იმას რა ქვია იმას რომ გაავლებდი ხო და ამის წარმოდგენა არა აქვს ახლა აქვთ რომ ახლა ეს თემა დაიჭირეს ხელში ეს არაბული სოფლები თუ რა ქვია დასახლებები და ახლა მოდი ამაზე ვკითხულობთ ხოლმე რა ამაზე ახლა უნდა ეს ხელისუფლებაო იმას ვნათო რა სიტყვას არ ამაზეო ახლაო აი ეს ხელისუფლება და უხარიათ თითქოს ახლა კი ბატონო დაუშვათ და ესე მოხდა მე რა შვებით იმის ზიარებას გულმა რო თქვა რო გავიმარჯვოთ მე რა ვქნათო მე რა ვქნათო ჯერ ერთი კონსერვატორები არასდროს არც ერთი ფრაზა არ უთქვამთ რომ ხელისუფლება უნდა დაემხოს არასოდეს არ ყოფილა მსგავსი განცხადება ეს ერთი წელიწადება არის ხელისუფლების დამხობას საუბრობს ამ ხელისუფლების ნახევარძმა ლიბერალური გეი მემორანდუმზე ფიც დადებული პარტიები ისინი ცდილობენ ხელისუფლების დამხობას ხოლო კონსერვატორების პოზიცია კი არის რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნებით. და თქვენ როცა შეიცვლებით და მე რა მოხდება, მე გიპასუხებთ, აუდიტები შევა მერიებში, საკრებულოებში, გამგეობებში და ბევრი თქვენი ახლანდელი თანამდებობის პირები აღმოჩნდებიან ბიუჯეტის ძარცვის გამო გისოსებს მიღმა. გამოძიებული იქნება ის თემები, ის ქმედებები, რაც ბოლო ათეული წლების განმავლობაში ჩაიდინა ეგრეთ წოდებული თქვენს მიერ სახელდებული deep state-ის კარდახით ადგილობრივმა ხელისუფლებებმა და თუ თქვენს ხელში არ მოხდეს დანაშაულებები არ აჩადენილი, თქვენც მიყვებით მათ, როგორც ამ დანაშაულის ხელის დამფარველები. აი ეს იქნება, ასე რომ შეგიძლია მშვიდად იყოთ ბატონო დანაშაულის გამправებელო. მე მინდა კიდევ ერთხელ მიმართო საზოგადოებას, რომ ვიყოთ ყურადღებით, ვიყოთ გამოფხიზლებულები და არ მოვახდინოთ, არ მივცეთ საშუალება ამ დანაშაულის ქვეყნის არაბული ინტერვენციის გაправების მომხრეებს რომ მოახდინონ საზოგადოების კიდევ ერთხელ მოტყუება.